პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირაული გაიხსნა, რომელშიც 17 ქვეყნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს. 4 დღიანი პროგრამის ფარგლებში იმართება თემატური პრეზენტაციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები და გამოფენები. საერთაშორისო კვირაული 22 მაისს მოდის ინდუსტრიის კონკურსით დასრულდება. ღონისძიება განათლების სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით მეორედ იმართება. აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იქნება საქართველოში მოქმედი როგორც კერძო, ასევე საჯარო საგანმანათლებლო კოლეჯები. ჩვენ ვმასპინძლობთ 17 ქვეყნიდან, სადღაც 80-ზე მეტ სტუმარს, როგორც ევროპიდან, ასევე აზიის ქვეყნებიდან და აღნიშნული კვირაული არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია მოხდეს. წარსულშიც ჰქონდა და ამჟამადაც გვაქვს წარმატებული თანამშრომლობა გლობალურ დონეზე სხვადასხვა სკოლასთან და უნარების სააგენტოსთან. ეს ღონისძიება წარმატებულია, რადგან შევქმნით ახალი ურთიერთობები, დავამყარეთ ახალი კავშირები და მარტივად რომ ვთქვათ, წერტილები დავუკავშირეთ ერთმანეთს. ეს ნიშნავს, რომ ევროპა და საქართველო, მსოფლიო და საქართველო ახლა პროფესიული განათლების თვალსაზრისით ერთმანეთს უფრო დაუახლოვდა. ჩვენი სამინისტროსთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს პროფესიული განათლება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს მოკლე ვადაში დაეუფლონ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს. ჩვენი გეგმა არის, რომ 2030 წლისთვის ყველა მუნიციპალიტეტში არსებობდეს ასეთი დაწესებულება. ასევე მინდა აღვნიშნო განსაკუთრებული პროექტი, რომელიც 2024 წელს განხორციელდა. ეს იყო ინტეგრირებული სასწავლო პროგრამები, რომლებიც სკოლებში შევიტანეთ ჩვენ და 20 სკოლაში 300 მოსწავლე იყო ჩართული აი ამ პროცესში ძალიან დიდი წარმატებით და ენთუზიაზმით და წელს ჩვენი გეგმა არის, რომ დამატებით 70-მდე სკოლაში შევიდეს ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. პროექტი ერთი დღე ჯარში გრძელდება.